გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ტიპიკალ ტასო და დღეს ასეთი ძალიან მკვდრო ვაიბი მაქვს სახში. იმედი მაქვს მოგწონთ ესეთი ვაიბი, ცოტა მკვდრო, საყვარელი და ეს ვიყიდე ჩემი ნათლულისთვის და მალე არ იქნება ჩემს უკან და ამას გადაისცემა. დღეს მინდოდა რომ ეს რუბრიკა, როცა მე ვხსნი ახალ ამონათებს, იყოს რაღაცა, ამაში იყოს რაღაცა იზიმინკა, ეგრე ვთქვათ, რაღაცით განსხვავდებოდეს სხვა რუბრიკებისგან. იცით რა, სულ ესეთი ჩვევა მაქვს, რამდენად სიცხე არ უნდა იყოს, საყამოს სულ ცივა ჩემ ფეხებს და სულ ვიცმევ ნასკები და დღეს იქნება ეგეთი ნასკები და სულ შეიცვლება ხოლმე. საყვარელობა არა. დღეს ჩვენ გვაქვს არა ასეთი ახალი რუბრიკა, მაგრამ უკვე პატარა ვაიბი გავაკეთეთ თქვენთვის, რომ უფრო თქვენთვის სასიამოვნო იქნებოდეს ეს საყურებლად. რა მაგრად ვთქვი. You know what I know? How to say everything and you will be satisfied? That was easy. Let's go. მე მაქვს ესეთი დამხმარე სერვისი. რა ქვია ამას? მაკრატელი. მე მაქვს ესეთი მაკრატელი და დღეს ჩამოვიდა ესეთი დიდი ამონათი თემოდან და მოდით ერთად გავხსნათ. იმედი მაქვს ეს რუბრიკა მარტო მე არ მომწონს. იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც ვამბობდი ხოლმე წინა ვიდეოებში, რომ სულ როგორც საჩუქარი მოდის რა, დიდი ხანი რო ელოდები და მე უცბად ჩამოვიდა რა. სულ ესეთი გზნობა მაქვს, რომ რაღაცა საჩუქარია, არა და არა, ფული გადავხადე ამაში. თან ტემო რა მოტყუება ისის ხოლმე ეს აქციები არ შემიძლია. რამდენად არ ვითამაშე ეს აქციები, სულ მომატყუა რა. მეგრელების უფრო მატყუა არ არის ეს ტემო. ჩინელები და მეგრელები ახლოს ვართ რაღაცაში. სიეშმაკეში ვართ ახლოს. მოკლედ, ნელ-ნელა გავხსნი, მეც თვითონ არ ვიცი რას გავხსნი, რაც ამომივარდება ხელში, ამას გავხსნი და თქვენთან ერთად დავიწყოთ. ეს არის ძალიან ინტიმური რაღაცა, ტრუსიკები. ტრუსიკები შეყვარებულისთვის. მართლა გამოვიძახე ტრუსები, იმიტომ რომ თეთრი ტრუსები, ნორმალური ხარისხის და ნორმალური ფასით ვიპოვე და წავედი თემოში და ვიპოვე. ძალიან მეხმარება ხოლმე რევიუ. თან მეხმარება, როცა არის ძალიან ბევრი ფოტო ამ რევიუში. იმიტომ რომ უყურებ და ხედავ, რომ აი რა მაგარი ხარისხის არის. ოპა. დიასი, გეცოდინება ახლა, რომ შენი ტრუსები ნანახი აქვს მინიმუმ 40 ადამიანს. ესე მგონია, რომ 40 ადამიანი მიყურებს მაინც და სხვა შორის მართლა მაგარია. ავიცი, იმედი მაქვს იქნება კომფორტული. მე ვკითხოთ რა დიას. მე დიასი ეგეთი ინტიმური რაღაცა გვაჩვენე და როგორი იცხოვრებ ამ ვიდეოს მერე. პირველი ლოტი არის იმენა დიასის ტრუსები. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ვერ ვიპოვე თეთრი ტრუსები. კაცების თეთრი ტრუსებს რა სჭირს საერთოდ. ანუ მე მაქვს თხოვნა მაღაზიებთან. ხოლმე შემოიტანით კაცების თეთრი ტრუსები, რა ხდება? საქართველოში რომ ვერ ვიპოვე ვერსად ნორმალური ხარისხის, არა 200 ლარის ფარგლებში თეთრი კაცის ტრუსები. მართლა კარგია სხვა შორის, აი რევიუ და ხალხი არასდროს არ იტყუება. ტემო კი იტყუება თავის აქციებში, მაგრამ ხალხი არ იტყუება. მაგრამ მადლობა ტემოს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვიძახო ეგეთი რაღაცები უფრო იაფად და ხარისხიანად. რა ვიცი, ტემოს სპონსორი როდის გავხდები? ტემო. გამარჯობა, მე ვარ ანასტასია ფშილავა. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენთან თანამშრომლობა. რა ვიცი, ერთი. რატომაც არა? Ana,
Why? Why not? Why though? ამას დავდებ. იმიტომ რომ კიდე ერთი წუთი თუ ვილაპარაკებ ამაზე, დიასი მართლა მომკლავს რა. ჩუმად. ვითომ ჩვენ არ ვაჩვენეთ ეს 40 ადამიანს. შემდეგი ლოტი. შემდეგ ლოტს ველოდებოდი დიდი ხანი. ეს არის ეგეთი მაგარი, როგორც მე ვიფიქრე, არ ვიცი სინამდვილეში როგორ იქნება, ფილტრები კამერისთვის. ყველაფერს გავსინჯავ. თქვენ თუ მართლა გინდათ რომ გავსინჯო ეს ყველაფერი და ჩემი რევიუ დავტოვო, მე მაქვს Telegram-ი, სადაც შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და მომწეროთ იქით კომენტებში, რომ ტასო, შენ რატომ ხარ ეგეთი მატყუარა? წადი და გვანახე. მოგეწონა ეს ფილტრები თუ არა? მაგრამ ახლა გაჩვენებთ უბრალოდ როგორ გამოვიყურება თვითონ. რა თქმა უნდა თვითონ კოლოფი უკვე, რა ვიცი. თქვენ საიდან იცით საიდანაც არის. კარგია რომ არის ეგეთი ჩანთა, სადაც დევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა რომ შეიძლება broke. How to say broke in Georgian. გაპუჭდეს მოკლედ. დამავიწყდა ახლა სიტყვა, როცა ვიდეოს ვიღებ, ყველა ქართული სიტყვა მოვიწყდება, რატომ ხდება ეგრე ხოლმე, არ ვიცი. აი ესე გამოვიყურება. მოიცა ეს საერთოდ კამერის არის, ბიჭო? თუ შემიძლია კამერაზაც არ გავაკეთო, შემიძლია ალბათ შემიძლია მივაწეფო, აი ამითი ასეთ რაღაცა არის კიდე შიგნით. ტელეფონზე. You serious? მაგრამ წესით, რა ვიცი, მე როცა ვნახე რევიუები იყო ტელეფონზე. ესე უნდა გავაკეთო მგონი. ვარა ჭკვიანი ვარ. მე ტელეფონის კამერები აქ ჩავდო. ესე დავჭიმო ტელეფონზე. ალბათ ესე გადავიღო ფოტოები. აბა როგორ გამოვიყურები? მოიცა? აბა უკეთ ვხედავთ. რაღაცა ფერების განსხვავება უნდა იყოს. ხო? აი გაჩვენეთ უკვე ერთ-ერთი ფილტრი. და მოკლედ აქ დევს 1 2 3 4 5 6 7 ფილტრი. ესე გამოვიყურება შიგნით. მაგარია, ხო? თავისი საწმინდავი, instruction, რა თქმა უნდა შიგნით, აქ. მაგარია. ზამაგარია. აუცილებლად ვცდი ყველა ფილტრს და გეტყვით მართლა ფოტოებზე ეგრე კარგად გამოიყურება თუ არა. თორე დავტანჯეს ფილტრების ძებნაში ბუნებრივი ფოტოები მიყვარს და ბუნებრივი ეფექტი და ეს გამოიყურება თითქოს როგორც ბუნებრივი ეფექტი, როგორც ნახე ახლა ჩვენ კამერაში. Okay. მაგარი სლოტი როგორც ჰეიდაუთ. შემდეგი. მეგობრებო, ეს არის ჩემი ტრუსები. Come on now, dog. Come on, man. სიმართლე რო გითხრათ, არა პირველჯერ გამოვიძახე ტრუსები ჩემთვის. ძალიან ინტიმური რაღაცა, საერთოდ უნდა ამაზე ვილაპარაკო. აი, კიდია. ვის რას საქმე არის ჩემი ტრუსები. თქვენი საქმე არის ჩემი ტრუსები ახლა. მოკლედ, რატომ გამოვიძახე ეს ტრუსები? წინაზე რომ გამოვიძახე ტემოზე ძალიან მომეწონა სხვა შორის და ხარისითაც მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რევიუ იყო და თქვენ შეგიძლიათ იციდო და თქვენ შეგიძლიათ გეგონოთ რომ ძალიან ცუდია, მაგრამ ამ ტრუსებში ყველაზე კომფორტულად და იდეალურად გრძნობს ჩემი ტრაკუშა თავი. ხო და ეხლა გამოვიძახეთ, ანუ ესეთი ტრუსები ესე გამოიყურება. თქვენ გონიათ რომ ჩვეულებრივი ტრუსია, მაგრამ არა, ანუ არაფერი არ აქვს, ანუ ძალიან ესეთია თხლა, ეგრე ვთქვათ. სხვადასხვა ფერში არის, ესეთი ნაზი ფერებში ავიღე. რატომ მჭირდებოდა? იმიტომ რომ როცა ვიცმე რაღაცა ძალიან მწვრილ კაბას, რომელიც ჩემ ტანზე არის ძალიან
მიჯდებული, არსებობს ეგეთი სიტყვა, მიდგმული. რას ვამბობ, ღმერთო. მოკლედ, თქვენ გაიგეთ, აი, რაღაცა ტრუსების ლაინი რა ჩანს და მეზიზღება ეს რა, არ შემიძლია და მაგიტომ გამიძახე ესეთი რაღაცა და იმედი მაქვს გამომადგება. შემდეგი სლოტი იმედი მაქვს მეტი ტრუსები არ გამოვიძახეთ, თორემ ძალიან უკვე ზედმეტია ერთი ვიდეოსთვის. კოლგოტები გამოვიძახე. 1 second. რატომ გამოვიძახე ეს კოლგოტები? ეს კოლგოტები უკვე ნაყიდი მქონდა რაღაც მაღაზიაში, მაგრამ არ მახსოვს რომელ ქართულ მაღაზიაში მქონდა ეს ნაყიდი. ძალიან მომეწონა, ხარისითაც მომეწონა და რომ ნახე ტემოში, ვიფიქრე თქვენ ეშმაკებო, ტემოდან გამოეძახეთ და ძალიან მომწონდა. რატომ მომწონს? ეხლა გაჩვენებთ. ჩემი შეყვარებული მოვიდა. Где была? რა უნდა მითხრა? მადლობა. ანუ ამ კალგოტებს აქვს ტატუები და რომ ვიცმე თითქოს ტატუები მიხატია და ძალიან მომწონს რა ხოლმე. იმედი მაქვს ხედავთ რა. ვიდეო რა სასაცილო იქნება, დავაპირებ ამ ვიდეოს დამონტაჟება. თითქოს ტატუები აქვს რა და ძალიან მომწონს, მაგიტომ გამოვიძახე ჩემთვის, იმიტომ რომ უკვე 1-3 ცალი მქონდა, ყველა 3 ცალი უკვე გავიპუჭე. შემდეგი სლოტი არის ესეთი რაღაცა დამავიწყდა ქართულად როგორ იქნება. Диас! Ты нормальный вообще! Ты вообще адекватиас! Oh shit. Here we go again. მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი. ჩვენ მქონდა პატარა შესვენება, იმიტომ რომ დიასი გადააბრუნდა ჩემი კამერა. რაც არ უნდა ღირდეს დამთავრება ამ ვიდეოს, მე დავამთავრებ ამ ვიდეოს. რომ მე ვიგედე სხვადასხვა ფერის ლეიკო სულ ჩანთაში მიდევს ცოტა და რომ ფერადი არის და გამომაქვს მე რაღაც ეს ცუდი მომენტი თითქოს უფრო ლამაზი ხდება. უყურეთ, რა საყვარელობა. გადავიდეთ შემდეგ ლოდზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტუმარი სტუდიაში, რომელსაც ქვია მელისა. აუ, დიასასთან ჯდება და ჩემთან არ ჯდება. ტრაკი დააყენა, გოგო. დაჭაკი ახლა. დაჭაკი. მაინც მიყვარხარ. ტრაკუშა. გადა ვაიმე მოუკლავ. შენსას და დიასასაც მოუკლავ. შემდეგი ლოტი. არ ვიცი რა არის. ეს არის მაკრო და მიკრო ზუმი. ესე გამოიყურება. გამარჯობა. შემდეგი ლოტი. არა, ბალიში არ არის, არც პირსახოცი. ეს არის ზამაგარი რაღაცა. წესით. ესეთი ჩანთა. შიგნით ჩავდებ ჩემ ფეხსაცმელებს და ეგრე დავხურავ და ჩავდებთ სარეცხ მანქანაში და ესე ფეხსაცმელი უფრო დიდი ხანი არ გაიპუჭდება. ოჩერს ყველაფერი ძალიან ნორმალურ და ეგრე ვთქვა დასტოინი ხარისხით მოვიდა. მომწონს ეს ტენდენცია. ეს რა არის? მოდით ვნახოთ. პიცი. მეგობრებო, ესეც არის გადაღებებისთვის. რაღაცა ერექს უშვებს და ამითი გვეხმარება ჩვენ გადაღებაში. რა უცნაურად გამოვიყურები, მაგრამ მინდოდა რომ გაჩვენოს. ოკეი, შემდეგი ლოტი. ვაუ. თქვენ ალბათ გონიათ ტასო გიჟია და გამოიძახე
რატომღაც მიკროფონი, როცა აქვს ასეთი მაგარი მიკროფონი, რომელიც სხვა შორის ვიყიდე არა დიდი ხანი მაქვს ეგეთი მიკროფონი და იმედი მაქვს მოგწონთ. ხო და ეს მიკროფონები რატომ მჭირდება? იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს მიკროფონი უნდა იყოს pink, ანუ ვარდისფერში რომ იყოს. არ მინდა სულ ეს პროფესიონალური მიკროფონი ვიხმარო, იმიტომ რომ ძალიან ასეთ ადგილას თუ არ მივდივარ სპეციალურად ძალიან სერიოზული გადაღებისთვის, მინდა რომ მქონდეს კიდე ერთი მიკროფონის ვარიანტი, რომელიც ესე ძალიან არ მენანება როგორც ჩემი პროფესიონალური მიკრო. თან უყურეთ რა სიმპათიურია. მქონდა მგონი ამ ფირმის მიკროფონები და არ არის ცუდი ხარისხი სხვათა შორის. მით უმეტეს არის ორი მიკროფონი და სხვათა შორის ამისთვისაც ძალიან მაგარი რაღაც არის. ეს პროფესიონალური მაქვს მარტო ერთი და მე რომ მომინდეს ვინმესთან გადაღება, შემიძლია ჩაულებრივად ავიღო ეს მიკროფონები და გადავიღო არ აქვს ცუდი ხარისხი. აი ეს ყველაზე მეტად მისწორდება რომ ვარდისფერის არის. ვარდისფერი მიყვარს. აი ესეთი მელისისფერი ვარდისფერი, მაგრამ ახლა არ არის ჭუჭიანია, მაგრამ ხოლმე მელისა რომ არ არის ჭუჭიანი, ზუსტად ესეთი ვარდისფერი მიყვარს. ეს ვიყიდე როგორ ფიქრობთ რა არის? რამოდენიმეჯერადი ლიფი ეს თუნდა მომიხდეს ესე ძალიან მაგარია, როცა მაგალითად მინდა, რა ვიცი, სადმე წავიდე კაბაში, სადაც არ მინდა რომ მიჩანდეს არაფერი, ნიფლესები, თან ცოტა ასეთი დგომა კონდეს ჩემ კერძს და ასევე ანუ სილამაზისთვის რა, უფრო ლამაზად რომ გამოვიყურო კაბეებში. ადრე არ მიყენე, იმიტომ რომ ლიფები ზოგადად არ მომწონს. მაგრამ წესით, რა ვიცი, ასეთი ცუდი უნდა იყოს, როგორც ფიქრობ. იმიტომ რომ თვითონ ლიფების პონტი რატომ არ მომწონს? ლიფების პონტი არ მომწონს, მაგის გამო რომ მიჭირავს ხოლმე, აქ მიჭირავს და ამას არ აქვს არც ეს, არც ის და მგონია რომ უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს. ეს მე ვიყიდე რომ გავაკეთოთ ჩემი შეყვარებულის ბარათზე. ძალიან სასაცილო რაღაცა ვიფიქრე და ასევე ვიფიქრე რომ ძალიან მაგარი იქნება თუ სულ მის ბარათზე შეახსენებს რომ მე უნდა მომცეს ფული. Boom, pow. შემდეგი ლოთი. I can swim. შემდეგი. ეს უბრალოდ ასეთი საყვარელი რაღაცა წერია. I can swim წერია. მაგრამ შიგნით არის ძალიან ბევრი რეზინა. თმის სამაგრებელი, ასეთი უფერო თვის სამაგრებელი სულ მიჭირს. ვერსად ვერ ვიპოვე, ბევრი რო იყოს, იმინა უფერო. მაგიტომ ვიღე ამხელა. იმიტომ რომ სულ მეკარგება ყველაფერი. ეს ძალიან მაგარია. ეს ჩემი ბარათისთვის ვიყიდე. ანუ გაიგეთ, ხო? ვინ არის ჩვენ ოჯახში ყველაზე ტრანჟირა? ყველაზე მეტი ფული ვინ აქვს? რა თქმა უნდა მე არ მაქვს, იმიტომ რომ მე სულ ამ ფულს ხარჯავ. მაგალითად ასეთ რაღაცეებში. ეს არის კიდე კოლგოტები. იგივე კოლგოტები როგორც შავი ფერის, მაგრამ უკვე ასეთი კანის ფერის კოლგოტები და შორის აქ უფრო ჩანს რა ლამაზი ნახატი არის მაგალითად ერთ-ერთი და ეხლა ხომ გებულობთ რატომ მაგარია? ძალიან ლამაზია. ეს უკვე გვინახია. ეს ვიყიდე ჩემი და დიასის პასპორტისთვის. დიასი ერთხელ დაკარგა თავისი პასპორტი და მე ერთი ქალი იპოვა, მაგრამ არ ეგონა რომ მე ვიღაცა მივა მართლა და
აიღებს ამ პასპორტებს უკან, იმიტომ რომ რამოდენიმე დღე არც ვიცოდით, რომ DS-ის პასპორტი არის დაკარგული. მერე რომ მივედი, მითხრა რომ პასპორტი კი მაქვს, მაგრამ ასეთი ლამაზი ეს რაში იყო პასპორტი, ეს რაღაცა, რომ მე დავტოვე და გიბრუნებთო. და მე უთხარი დატოვეთ თქვენთვის პასპორტი მომეცით და ძალიან დიდი მადლობა, გახარებული ვიყავი, რომ ვიპოვე DS-ის პასპორტი. ასეთი pair პასპორტისთვის ეს არის DS-ის და ჩემი რა თქმა უნდა წითელი, იმიტომ რომ მე მიყვარს წითელი ფერი. არავინ ხომ არ იცის, რომ ჩვენ ვართ couple და ესე ყველას ეცოდინება, რომ ჩვენ ვართ couple, ყველას რა თქმა უნდა ყველასთვის არ არის. ანუ ეს უბრალოდ მე მიყვარს, რომ ჩვენ ყველაფერი გქონდეს, რა ვიცი, ესეთი couple look, couple passport covers and everything couple, yeah. Kawaii. მოკლედ, სანამ ჩვენ გავხსნით ჩვენ ბოლო ლოტს, გვაჩვენებთ ეს რაღაცები, მიწებებები. უკვე მქონდა ნაყიდი სხვათა შორის და წინა თემუში მქონდა ამპაკინგი. ისინი გამიპუჭდა უკვე რამოდენიმე, ანუ რა ვიცი, 100-ჯერ რომ მიეწეფავ, მერე პუჭდება, მაგრამ it's okay, everything is not for a long time. ვიკიდე და სიმართლე რო გითხრა, ეს რაღაცა გენიალური არის. იმიტომ რომ რამდენ ვიდეოში დამეხმარა, რომ მქონდა ეს მიწებებული ჩემ ტელეფონი. ვა, აქ ორივე მხრიდან არის მიწებებული? იწებება ორივე მხრიდან. ეყურეთ? აქ ხომ არის? და მეორე მხრიდანაც თუ ორმაგდება, თუ რა არის? არა, არ ორმაგდება. ორივე მხრიდან ერთი და იგივეა და ალბათ ერთი მხრიდან ეწებება ტელეფონთან, მეორე მხრიდან ამ Но я хочу, чтобы ты сконцентрировался. უნდა მიაწებო სად გინდა და ესე გადაიღო ვიდეო. ეხლა მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. ანუ უყურეთ. ესე მიაწება თვითონ ჩემ ჩეხოლს. და ესე გამოიყურება. მაგარია, იმიტომ რომ წინა ორივე მხრიდან ერთი და იგივე ეგრე არ იყო, ერთი მხრიდან იყო სპეციალური რაღაცა ქვია ამას glue და მერე დროის განმავლობაში პუჭდებოდა და ეს წესით უფრო დიდი ხანი უნდა გაძლეს და ეხლა ვა ბიჭო სინათლე ვა ეს რა პროფესიონალურად გამოიყურება ნახეთ ხა გაჩვენებთ ესე აქ არის დიოდები. რა მაგარია. ვაუ. ეს ძალიან ბრო. და ასეთი შტატივი მიდის ამასთან ერთად. მინდა გაჩვენოთ, როგორი სინათლე იქნება ამას. სხვათა შორის ძალიან გრძელი შტატივი არ აქვს. საშუალო შტატივი, მაგრამ შტატივი არ არის პრობლემა, თქვენ თუ ხშირად იღებთ, ანუ გექნებათ 100-1000 სხვადასხვანაირი შტატივი, როგორც მე მაქვს. მაგრამ არც დაგჭირდებათ ესეთი დიდი შტატივი, სიმართლე რო გითხრათ. ეხლა მოდით ავანთოთ სინათლე. ვაუ! აუ მაგარია პროსტა ნახეთ. ყველაფერი მიჩანს, რაც არ უნდა ჩანდეს, რაც უნდა ჩანდეს, ეხლა დავმოკლებთ. იდეალურია, perfect. კარგი დიოდები არის. ეს უფრო ნაზიფერი გავაკეთე. ვაუ. ძალიან მაგარია. ფერიც შემიძლია შევასვალო ცოტა. აბა, უფრო ცივი ფერი. მაგარია, მომწონს, ლაიკი. მოკლედ, გათენდა მეგობრებო და მე დავასრულე ამ ვიდეოს გადაღება.
ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. იმედი მაქვს მოგეწონათ. რაღაცების კიდ გაჩვენეთ, რაც მოვასწარი. დანარჩენი ნიფტები, რაც ვერ მოვასწარი, რომ გაჩვენოთ. თუ გაინტერესებთ ჩემი ფიდბექი, აუცილებლად გადმოდით ჩემ Telegram channel-ზე, აუცილებლად გელოდებით ჩემ Instagram-ზე. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ნახვამდის თკბილი ძილი. თქვენ თუ ეხლა გაიღვიძეთ. Good morning. კარგი დღე გისურვებთ. მიყვარხართ სიხარულებო. ნახვამდის და მე წავედი და ეს ყველაფერი ეხლა უნდა დავალაგო. დილის 4 საათამდე და მე წავალ სამსახურში. ვაიმე ჩემი ფეხები.